ესე იგი 6 კვადრატი, ერთი უნდა იყოს შავი, ერთი თეთრი, ერთი შავი, ერთი თეთრი და ასე შემდეგ. ესე იგი, ყოველი კენტი უნდა იყოს გაფერადებული, ფერი უნდა იყოს ჩასხული და ლუწი არ უნდა იყოს გაფერადებული. კარგი, დავიწყეთ. ხვევით, ჩამოვედით ოდნავ, იმიტომ რომ ზავით ფუნქციების შექმნა დაგვჭირდება, დავიწყოთ პირველ რიგში, ესე იგი, ეს მართკუთხედი უნდა იყოს 15 პიქსელის მქონე, მათ შორის მანძილი უნდა იყოს 5 პიქსელი, ესე იგი, ამ წერტილიდან ამ წერტილამდე არის 20. თუ ცენტრიდან მარცხნივ გადავდივართ, უნდა წავიდეთ -60-ით. ესე იგი, პირველ რიგში აუცილებლად pen up-ი გვინდა pen up. შემდეგ გვჭირდება უკვე set position-ი და აი აქ გეუბნებოდით ზუსტად -60 უნდა იყოს x ღერძი, ხოლო y უნდა იყოს 0 და შემდეგ უკვე pen down. ამის შემდეგ უკვე ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ for loop-ი, ესე იგი for I in range და გააკეთე 6-ჯერ, ხო? რატო 6-ჯერ? იმიტომ რომ 6 კვადრატი გვაქვს. გადავედით გვერდით, დავწერეთ 2 წერტილი, ჩამოვედით ქვევით. ახლა შევქმნით ფუნქცია, მაგალითად oneRect-ი მივუთითოთ, oneRect დავარქვათ სახელი ფუნქციას. და oneRect-მა რა უნდა გააკეთოს? oneRect-მა უნდა გააკეთოს სახელიდან გამომდინარე ერთი მართკუთხედი. ესე იგი define oneRect ორი ჭრილი, ორი წერტილი ჩამოვედით ქვევით და მოდი ჯერ გავაკეთებინოთ მართკუთხედი და მერე უნდა განვსაზღვროთ რომელში ჩაასხას ფერი და რომელში არა. პირველ რიგში for გამოვიძახეთ, ისე for I in range. გავხსენით ჭრილი, მართკუთხედი რომ დავხატოთ, ვიცით რომ მართკუთხედს 4 გვერდი, 4 კუთხე აქვს. ამიტომ 4-ს ვუთითებთ 2 წერტილს და გავაკეთოთ forward, როგორც გითხარით 15 პიქსელი წინ და left-ი 90 გრადუსით. აი მოდი გავუშვათ, წამოვიდა oneRect თუ გვაკლია აქ, გავუშვათ, წამოვიდა და აი ერთი, ნუ აქ დახატავს ახლა 6-ვე კვადრატს, ხო? კი ბატონო, აქ დახატა 6 კვადრატი. მაგრამ ჩვენ ახლა ეს უნდა გადავაადგილოთ წინ, მაგრამ სანამ წინ გადავაადგილებთ, მანამდე უნდა განვსაზღვროთ აი აქ რომელში ჩაასხას ფერი და რომელში არა. ამიტომ ჩვენ წინა დავალებებში თუ გავიარეთ if statement-ი და ესეც მოიცავს if statement-ს, აქ აუცილებლად გვჭირდება if-ის გამოყენება. და if წერეთ და აქ რაღაცაში უნდა შევინახოთ მართკუთხედი პირველია, მეორეა, მესამეა, მეოთხეა თუ როგორ, ასე იგი, ამ შემთხვევაში გვაქვს true და false. ესე იგი, შეგვიძლია გავაკეთოთ boolean-ით, ანუ მაგალითად კენტები იყოს true, ლუწები იყოს false, ანუ ერთი მართკუთხედი თუ იქნება true, მეორე იქნება false, მესამე true, შემდეგ კი false, ისევ true, ისევ false. მაგრამ შეგვიძლია გავაკეთოთ ასევე დანაშთვა. მაგალითად, ამისათვის ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ რაღაც ცვლადი. ეს ცვლადი აქ უნდა შევქმნათ. ესე იგი, აქ მაგალითად ცვლადს დავარქვათ choice უდრის 0-ს თავიდან და აი აქ მერე უნდა ვკითხოთ თუ choice-ი დავნაშთე 2-ზე უდრის 0-ს. ახლა რას ნიშნავს ეს? choice დავწეროთ პროცენტის ნიშანი, ამ შემთხვევაში დანაშთვის ნიშანი. და 2-ზე ტოლია 0-ის. ახლა ეს რას ნიშნავს? ესე იგი, თუ choice-ი გაყოფილი 2-ზე, ნაშთი ტოლია 0-ის. ესე იგი, choice თუ 2-ზე გავყოფთ და ნაშთი იქნება 0-ის, ტოლი მაგ შემთხვევაში ჯაზღი ფერი. გავიგეთ ხო? ეს პროცენტის ნიშანი არის დანაშთვა. ესე იგი, გაყოფის შედეგად მიღებული ნაშთი. თუ ტოლი არის 0-ის, ამას ნიშნავს. ესე იგი, choice-ი ხო თავიდან 0-ია, 0 გავყოთ 2-ზე, ნაშთი არის 0. ესე იგი, დავიწყეთ begin fill. აქ ჩაესხას ფერი, ანუ დაიწყოს ფერის ჩასხმა და აქ უკვე დაასრულოს ერთ მართკუთხედს რომ დახატავს, ეს ხო მართკუთხედს ხატავს და ერთ მართკუთხედს რომ დახატავს, მერე უკვე დაასრულოს ფერის ჩასხმა, ანუ end fill-ი გვინდა აქ. ახლა გავუშვათ
და პირველში ჩაასხამს და მეორეში უკვე აღარ ჩაასხამს. მე მესამეში ჩაასხამს, მეოთხეში აღარ ჩაასხამს, მაგრამ ეს არ ჩანს ახლა, იმიტომ რომ პირველში ჩაასხა და მე უკვე არ ჩანს. ამიტომ ჯერ აქედან მომდევნო პოზიციაზე უნდა გადავიყვანოთ. მაგრამ choice-ი უნდა გავზარდოთ ერთით, იმიტომ რომ ყველაში რომ არ ჩაასხას. ახლა, კაი, მოდი გავაკეთოთ და მივხვდებით. ესე იგი, გავაკეთოთ pen-up-ი, აქ დაწერა მოგვიწევს, მაგრამ მინდა რომ დაინახოთ ჯერ. pen-up-ი, ახსენეთ ფშხილი, forward-ი და forward-ი გვინდა 20 pixel-ით, იმიტომ რომ თუ ამის გვერდი არის 15, ამათ შორის მანძილი 5 და აი ამ წერტილზე რომ მოვიდეს მეორე მართკუთხედის ქვედა მარცხენა კუთხეში, მაშინ 20 pixel. და მე უკვე pen down. So, ახლა გავუშვათ და ყველაში ჩაასხამს ბერს. აქაც ჩაასხა, აქაც ჩაასხამს, აქაც ჩაასხამს, აქაც ჩაასხამს, აქაც და ყველგან ჩაასხამს. ახლა რატო ასხამს ყველგან? იმიტომ რომ ჩვენ choice-ი 0 გავხადეთ თავიდან და ვეკითხებით თუ choice დავნაშთავთ 2-ზე და ნაშთი არის 0, მაგ შემთხვევაში ჩაასხი და ყველა პოზიციაზე, ყველა მართკუთხედზე 0 არის ნაშთი. ამიტომ choice-ი ჩვენ უნდა გავზარდოთ, რომ ნაშთი ყოველი ერთის გამოტოვებით 1 იყოს. ესე იგი აქ ჩვენ შეგვიძლია choice-ი plus უდრის 1 დავწეროთ. ვსვლა choice plus უდრის 1. ესე იგი ეს ნიშნავს, რომ როდესაც ერთხელ შესრულდება ეს, მე choice-ი გაიზრდება 1-ით, შესრულდება ეს, choice-ი გაიზრდება 1-ით და ასე შემდეგ. ესე იგი choice-ი თუ 0-ს უდრის, მე ერთი მართკუთხედი რომ დაიხატება 1 სტოლი გახდება, მე შემდეგი მართკუთხედი რომ დაიხატება choice-ი 2 გახდება, შემდეგი მართკუთხედზე choice-ი 3 გახდება და ასე შემდეგ. გავუშვათ თავიდან ჩაასხა, მე უკვე აღარ უნდა ჩაასხას. შემდეგ ჩაასხა, მე უკვე აღარ უნდა ჩაასხას. შემდეგ ჩაასხა, შემდეგ უკვე აღარ უნდა ჩაასხას. ესეც ასე წესით დავამთავრეთ, სამიც დავაჭიროთ, ჩაგვითვალა და გადავედით შემდეგ დავალებას.